რატო გვიკვირს? ეს ყოველდღე ხდება. უბრალოდ ამ შემთხვევაში ვიდეო კამერაში მოხდა ეს. ეს ყოველდღე ხდება. რატო იქცევა ეს პოლიციელები ეს? იმიტომ უფლება აქვთ. დაშვებულია ეს ყველაფერი, მოსულა. და მალე ჩვენი პოლიცია, მალე კი რა შეიძლება უკვე გადაიქცა დამსჯელ რაზმებად. გადაიქცა სიკვდილის ესკადრონებად, როგორც ჰაიტიში იყო. ბევრად არ განსხვავდებით. უბრალოდ ამ შემთხვევაში დავინახეთ ეს ფაქტი და აი ეს ხალხი, რომელიც რატომღაც ქართველობის წართმევაზე გვესაუბრება, ჭკუას გვასწავლის. მეგობრებო, როცა ქუჩური ჭყუბი იყო და უბანზე ჭყუბობდა თუ სკოლაზე ადამიანი რო დავარდებოდა, მას ხელს არ ახლებდა. ეს ახალგაზრდა პატიოსანი კაცი რომ წყობილიყო დამნაშავე, რომ წყობილიყო კრიმინალი, რომ წყობილიყო რეციდივისტი, მასზე მოყრობა არ შეიძლება. შენ პოლიციელი ხარ, მაგრამ სადა აქვთ ან ღირსება, ან პასუხისმგებლობა, ან ნამუსი, თორემ ნამუსიანი და პასუხისმგებლო ადამიანი გადადგებოდა ამ პოლიციის ხელმძღვანელიც, გუბერნიის ხელმძღვანელიც და რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები მაინც მინიმუმ. რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ვიდეო კამერაზე გადაღებული. ამიტომაც ეს ხდება ყოველდღე, იმიტომ აქვთ უფლება ეს მოგცევის და იმიტომაც იქცევია.